ერთი მაგალითი, ანუ დაახლოებით 3 კვირის წინ როგორც ყოველთვის საღამოს შევიდეთ საკრებულოს წინ, სადაც გამოიარა მანქანა, რომელმაც ჩვენ წინ შეანელა ესე რომ ხოჭიანით რაღაცა მოგვაწახა გაიარა, მოთხრია და ისევ იგივე გააკეთა და ეს ატომმა ჩვენმა ფიქსებულმა სამართალდამცავებმა იკაცეს და გაეკიდა. გავხელით მანქანა და გადავიდეთ როგორც კილად საუბრობენ, შემდეგ ხაზზე შედის ჩამოთვლილ თემშვილებიან ერთმანეთს. ხო და ეს აღმოჩნეთ, რომ ეს მანქანა იყო ეს მანქანა ზუსტად იგივე ეკიპაჟით ასეშლა აქ 5107 არჩენს მაგათ და მაშინ თან კითხვა გაუწევთ რატო არ დააჯერიმეთო და თქვენ რაიც თქო მე გავაკეთე რომ გართილებას რომ გამოვეწელა მაინც ფიქარი უნდა ამოვიჭრა არაფერი არ ამოგვეჭდია ხარზე ხელის დარტყმით გავუშვეს ხო და რავია თქვენი უნჯობდი და შევეცინოთ ეს იყო კონკრეტული პოლიციის რჩეულობა იყო ეს ჩაყარა და ეს არის კი ბატონო ეგრეც არის თქვა საუბრობს კონკრეტულად ეკიპაჟი აჩვენებს ძახის ბორტის რომელს მოგვუნდება და ძახის ბენესი და ის და პანაერტ როგორ არის ეგრე ჩემი პროტესტის ფორმას გამოხატა ვაიას მაგრამ მე მაქვს უწყებასთან პრობლემა და არა თქვენთან ბატონო პოლიციელო შეუძლია თავს ჩემი კლიენტი უნდა გზნობდით სამწუხარო არის ის რომ თქვენ ასრულებთ კონკრეტული პიროვნების დავალებას პროცესს გადავიდეთ წვეთების საერთაშორისო განცხადებას კონკრეტულ თარიღს გადავიდეთ ბატონო ლეღა თქვენი აზრით საკმარისია ეს მტკიცებულებები რა საკმარის ყველა სოციალურ ქსელში როდიდან ეძებთ ხოლმე ეს სავარაუდო სამართალს სოციალურ ქსელში არ ვიცი ისორი გოგო ვინც მოგაწოდათ ეს ინფორმაცია უცნობი არ ვიცი სხვა ჟურნალისტების პოსტებსაც ათვალიერებთ არ ვათვალიერებთ არა აბა გოგოები გაწვიან ინფორმაციას პოსტების გამო არ ვაცვლიან არა არ ვაცვლიან სამართლებას ყოველთვის ხდება საჯარო და საჯარო ინფორმაცია ყოველთვის ან საჯარო ადგილში გაგიხსნა Facebook პოსტებით აპირებთ ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლების გასამართლებას ეს არის თქვენი ახალი მეთოდები არის და იყო სამართლა დამღვევა, როდესაც სინაგათმეთა სამინისტროს აკრიტიკებს ადამიანი, ეს არის შეურაცხყოფელი და ის არ არის შეურაცხყოფელი ადამიანებს რო სცემენ და არც ერთი პოლიციელი და როდესაც თანამშრომელი დასჭილი არ არის. დიახ, ეს იყო ჩემი აზრის გამოხატვა კონკრეტული უწყების ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომელიც უკანონო დავალებებს გასცემს და ეს ჩემი აზრი გამოვხატე და მათ შორის გინებით და ეს არის ჩემი როგორც ერთი კონკრეტული ადამიანის უფლება და ამაზე კანონი არ მიკრძალავს მე ამ ყველაფერს ჯერჯერობით მით უმეტეს ჩემ პირად სივრცეში ჩემ Facebook გვერდზე და უთხარი ამ ადამიანებს რომ შეურაცხყოფილად თავი იგრძენით იმ ხელმძღვანელი პირებისგან რომლებიც გავალებენ უკანონოდ მოსვლას რა თქმა უნდა პირდაპირ ურტყამს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე სწორედ ამიტომ იყო ჩვენი პოზიცია რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ეს მუხლი არ უნდა განმარტებულიყო მხოლოდ როგორც სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმა ამ შემთხვევაში აუცილებელია გამოყენებული იქნეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი, სადაც პირდაპირ არის მითითებული რა ექვემდებარება შეზღუდვას, ეს არის უხამსობა და ასე ვთქვათ პირისპირ შეურაცხყოფა, რასაც ამ შემთხვევაში არც ერთ შემთხვევაში არ ქონია ადგილი. იმ შემთხვევაში თუ კი დაუშვათ დადგება პრეცედენტი და გამყარდება პრაქტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს აღარ ქონდეთ Facebook-ზე საკუთარი პროტესტის გამოხატვის საშუალება, ეს რა თქმა უნდა იქნება კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგმული ცენზურის